უბრალოდ შეგამოჩერეს. თუმცა დაჯარიმებული ხარ და ხო არ განუმარტავს რა თქმა დაჯარიმებული. ეგ პასპორტის არქონის გამო. როგორც იცით, ჩვენი მეგობარი მიშა დაიჭირეს პარლამენტთან უმიზეზოდ, ვერ გავარტყიეთ, რატო მომენტში მიშა იმყოფებოდა იქ თავისი მოპედით. მოპედი რა თქმა უნდა ადგილზე დარჩა. ჩვენ დავიწყეთ ეგრე გადარეკვა ჩვენ სამეგობროში ვიყვავდა მართვის მოწმობიანი ვინც შეძლო ამ მოპედის წაყვანას. და ამ საუბარში რამდენჯერმე მომცის უფროსებისგან გონდა თუ არ ვწდები აქტგანან არა ის არ დგას ვინც იძახდა რომ ამას ვისაც საჭიროა იმას გავატანთ და რაღაცა ასეთ კომენტარები მე გავიდნენ აღარ იყვნენ მოვიდა ჩვენი მეგობარი მართვის მოწმობიანი დაჯდა მოპედზე დაიძრა და იქვე ვკითხეთ εμას პატრულს რომ შეიძლება გავატაროთ აქედან კორდონს თუ გავგიხსნო, კიო, მობრძანითო გადაიწვიეს ესე მშვიდად. გამოაცინეს და ეს ხდება პარლამენტის წინ და ჩვენ ვართ თავისუფლის მოედანზე და აქ უკვე დახვდა ამდენი ეკიპაჟი 112-ის ევაკუატორი მანქანით და დაუწერეს ათვარიანი ჯარიმა ჩვენს მეგობარს რა ხარ მოპედს მართავდა ტექ პასპორტის გარეშე, რომელიც მიშას აქვს, რომელიც დაჭერილი მყავთ და ხო, ჩამოვართვეს მოპედი გადაიყვანეს დაჯარიმო სადგომს.